კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს არჩევნები 2025-ია. ახლა კი წარმოგიდგენთ პირველი ბლოკის სტუმრებს, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან ომარ ტაკიძე, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი და მერობის კანდიდატი, იაგო დავითაძე, საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი, ედუარდ გოგრაჭაძე, საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ნომერი და გოჩა მიქელაძე, ზამთრის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან. დღეს ჩვენი პირველი ბლოკის გადაცემის სტუმრები, მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, გვითმობთ დროს და რაც ყველაზე მთავარია, ესაუბრებით ამ მრჩეველს და სწორედ თქვენგან გაიგებენ თქვენს მოსაზრებებს თუ როგორი იქნება ეს არჩევნები, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა. ბატონო ომარ, პირველი კითხვა ბუნებრივია თქვენთან მექნება, წარუდგინეთ თქვენი გუნდის წევრები და შემდგომ უკვე გვიპასუხეთ პირველ მთავარ კითხვაზე, რატომ უნდა მოგცეთ თქვენ ამ მრჩეველმა ხმა. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს, მადლობა შესაძლებლობისათვის. წარმოგიდგენთ სიის პირველ ნომერს, ბატონ იაგო დავითაძეს, რომელმაც სამშობლოს ერთგულ სამსახურში მეტად მნიშვნელოვანი თანამდებობები გაიარა და საკმაოდ დიდი გამოცდილებითა და ცოდნით არის წარდგენილი ჩვენი მოქალაქეების წინაშე, როგორც სიის პირველი ნომერი და ამავდროულად საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ასევე წარმოგიდგენთ გოჩა მიქელაძეს, რომელიც ზამთრის ადმინისტრაციული ერთეულში არის მაჟორიტარობის კანდიდატი. ის არის ჩვენი გუნდის ახალი სახე, მე ასე ვიტყოდი. ასევე გამოვლილი აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა, საკმაოდ გამოცდილებაც აქვს დაგროვილი, მათ შორის თვითმმართველობის შემუშავდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და დარწმუნებულია, რომ მას ექნება მოსახლეობის მხარდაჭერა. ასევე წარმოგიდგენთ ედუარდ გოგრაჭაძეს, მოქმედი საკრებულოს წევრია, ამავდროულად რესურს ცენტრის ხელმძღვანელია, საკმაოდ დიდი გამოცდილებით, დიდი პრაქტიკით, განსაკუთრებით განათლების სფეროს მიმართულებით და მნიშვნელოვანია მისი ყოფნა საკრებულოში და დარწმუნებული კარგი, პირველ კითხვას დაუბრუნდეთ, მაშინ რატომ უნდა დაგიჭიროთ მხარი ჩვენმა მაყურებელმა ქართულ ოცნებას? ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო მოგეხსენებათ 2012 წლიდან დღემდე მართველი გუნდია ჩვენი ხელისუფლების. ამ პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდა ყველა ქართველი კაცისათვის ნანატრი ოცნება, რაც არის მშვიდობა, სტაბილური გარემო, პროგნოზირებადი გარემო, რამაც ქვეყანას ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცა, განვითარდა ეკონომიკა. განვითარებულმა ეკონომიკამ ბუნებრივია აისახა თვითმმართველობების ბიუჯეტზე, მათ შორის მხოლოდ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, რამაც მოგვცა მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი პროგრამა და პროექტები გაგვეხორციელებია ჩვენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე. გამომდინარე აქედან ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადადგმული ნაბიჯები ერთობლივად გუნდის მხარდაჭერით, რაც განვახორციელებთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტზე, რაც ხილულია, ყველასათვის ნათელი არის, ამ თანმიმდევრულობის გამო უნდა მოგვცეს და დაგვიჭიროს ხა ჩვენო მოსახლეობამ და ჯერავს ეს ასეც იქნება. გასაგებია, ჯერჯერობით თქვენთან მექნება გარკვეული კითხვები. მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომელია ახლა მიმდინარე პროექტი, რომელიც ამ წელს ხორციელდება და უკვე დასრულებული პროექტებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ საქმიანობაში ინფრასტრუქტურული მიმართულებას უჭირავს ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, იმიტომ რომ ეს არის მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, თუმცა ჩვენ მრავალმხრივ ღონისძიებებს ვატარებთ ჩვენი პროგრამების სხვადასხვა სეგმენტზე მორგებული პროექტების სახით. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ამ მიმართულებითაც მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, საგზაო ინფრასტრუქტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით, წყალმომარაგება არის მნიშვნელოვანი და ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი რამ პროცესია. ამ მიმართულებით არის ასევე გეოლოგების დასკვნის შესაბამისად მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, ასევე მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისათვის, რომელსაც აღნიშნული დასკვნებები და ესაჭიროებები გააჩნიათ. ასევე მნიშვნელოვანი არის ტურიზმის განვითარება მაღალმთიან აჭარაში და ჩვენს მუნიციპალიტეტში ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ამ მიმართულებითაც არაერთი პროექტი განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში და არის მიმდინარე პროექტებიც, რაც თუ მოგვეცემა შესაძლებლობა რა თქმა უნდა ვისაუბრებთ და არის სხვადასხვა მიმართულებები, დიდი თუ მცირე პროექტები, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენს მუნიციპალიტეტში, რისი რესურსიც რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დღესდღეობით გააჩნია. გასაგებია, წყლის პრობლემა ეს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი აქტუალური თემაა, აქტუალური პრობლემაა. რა ეტაპზეა ამ კუთხით და რა ვითარება რომ მოგვიყვეთ, რა განხორციელდა ამ მიმართულებით?
წყალმომარაგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ბუნებრივია ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, არაერთ სოფელში განხორციელდა არაერთი პროექტი, მათ შორის მიმდინარე პროექტი არის ძალიან მსხვილი, რასაც აჭარის მთავრობა გვეხმარება, 16 სოფელსა და დაბაში მიმდინარეობს მრავალმილიონიანი პროექტი. პირველად ზემომთენა დასახლებებში პირველად ხორციელდება აღნიშნული სახით პროექტი, სადაც წყალანილება საკანონმდებლო სისტემებით წესრიგდება სოფლების დონეზე და ეს რა თქმა უნდა ხელშეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას ამავდროულად და რა თქმა უნდა მოქალაქეებისათვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას. ჩვენ გვაქვს ასევე თვითმმართველობის ბიუჯეტიდან არაერთი მიმდინარე პროექტი შუახევის მუნიციპალიტეტში, როგორიც არის გორის წყალმომარაგების საკითხი, სოფელ ოლადაურის წყალმომარაგების საკითხი, კარაპეტში გასულ წელს დავასრულეთ, პაპოშვილებში დავასრულეთ, ასევე მთებშიც მცირე ზომის შარევებს, შემკრებებს, მათ შორის მილსადენების გამოცვლა მოხდა სხვადასხვა დონეზე, რაც ხელს უწყობს ბუნებრივია მოსახლეობის 24 საათიანის წყალმომარაგების შედეგის მიღწევას საბოლოო ჯამში. ჩვენ ბუნებრივია ამ კუთხით არსებობს გამოწვევები, ეს კარგად იცის მოსახლეობამ, კარგად იცის ჩვენც, ამ მიმართულებით ბუნებრივია მომავალი წლებისათვის ვიგეგმებით, რომ რაც შეიძლება მოკლე გონიურ და ლოგიკურ დროში მივიყვანოთ აღნიშნული საკითხი ბოლომდე. კიდევ ერთი თემა, გახავთ მეწყერსაშიში ადგილები და პრევენციისთვის რა ზომებია ამ ეტაპისთვის მიღებული, შემოდგომა უკვე არის, მალე მოგვიახლოვდება ზამთარი, წინა წლების გამოცდილებაც საკმაოდ დიდი გვაქვს, რას ანხორციელებთ ამ მიმართულებით? დიახ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ შუახევი თაგორიანი ადგილია, საკმაოდ მეწყრული პროცესები ხშირად ვითარდება და ამ მხრივ ჩვენ თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვსგავთ. ბუნებრივია მოქალაქიდან შემოსული განცხადებების შემდეგ ხდება გეოლოგიური სამსახურის მიერ შესწავლა, დასკვნების დადების შემდგომ იდება სხვადასხვა სახის დასკვნები, ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭება, ან შესაძლებელია განხორციელდეს პრევენციული ღონისძიება, როგორც არის ფერდსამაგრის სამუშაოები, სადაც უსაფრთხო გარემოში მოექცეს საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია. ამ მხრივ შემიძლია მაგალითები მოვიყვანო, უბრალოდ ტენდენციას რო დავაკვირდეთ. თუ ჩვენ მაგალითად 2020 წლისთვის 15 და 20-მდე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ვახორციელებდით, მიმდინარე წელს უკვე 76 მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება აქვს დაგეგმილი მუნიციპალიტეტში, აქედან უკვე 65 დასრულებულია, დარჩენილი 11 კი პროცესშია, ასე რომ ჩვენ თანმიმდევრულად ხარს უჭერთ ყველა იმ ოჯახებს, სადაც ეს არის გამოწვევები, თუმცა არის დარჩენილი დასკვნები გვაქვს კიდე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ პროექტების შესყიდვის ეტაპზე ვართ, ნაწილი შესყიდული გვაქვს და მომავალი წლისთვის დავიგეგმებით, რომ დარჩენილ ოჯახებს, ვისაც ეს საჭიროა მსგავსი თანადგომა, გავუკეთოთ მეწყერსაწინააღმდეგო კედლები. გასაგებია, მადლობა, დაგიბრუნდებით. იქამდე ბატონ გოჩას ვკითხავ თუ შეიძლება. ბუნებრივია, თქვენ ხვდებით უკვე ამ მომრჩევლებს, როგორია მათი განწყობა, რა დამოკიდებულებას გრძნობთ მათგან და როგორია თქვენი სტრატეგია, რას თავაზობთ პირველ რიგში თქვენს ამ მომრჩევლებს? მოგესალმებით. მოგესალმებით ტელემოყურებელს. ამ მომრჩევლებთან შეხვედრის პერიოდში კმაყოფილი სახეები უფრო მეტი ხდება, ბუნებრივია, იმიტომ რომ იმ პროექტებზე, რომელზეც ახლა ბატონმა ისაუბრა, ყველა ოჯახს, თითქმის ყველა ოჯახს არის შეხებული. აქ არის საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ეს პროექტები, რომელიც განხორციელდა და სარგებლობს უკვე ჩვენი მოსახლეობა. აქედან გამომდინარე, მოლოდინები უფრო დიდი აქვს და ნალთ სურვილი არის, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ ოცნებას, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, რათა სამომავლოდ უფრო მეტი ღონისძიებები და პროექტები განხორციელდეს. ჩემი ხარდაჭერა იქნება მათთვის ინტენსიურად ვიყო ჩართული მათ მიერ მოწოდებულ ყველა საჭიროებებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს დღესდღეობითაც და იგეგმება ამ გამოწვევების აღმოფხრის საშუალებები და სამომავლოდ ვიქნები აქტიურ რეჟიმში ჩართული ყველა იმ გამოწვევაზე, რაც საჭიროებას იქნება მათი მხრიდან დასმული. განხორციელებული პროექტები გასაგები არის ისეთი თემები, რომლებზეც გესაუბრებიან ძალიან აქტუალურად და თქვენ თვლით, რომ ეს კონკრეტული რაღაც საკითხები არის მოსაგვარებელი, რომელიც უკვე წამოჭრა მოსახლეობა.
ამ ეტაპისათვის კონკრეტული ისეთი პროექტი, რაც დღემდე არ იყო, ესეთი ახალი პროექტები ფაქტიურად არ არის. ეს არის ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურა, კიდევ ერთხელ ეს არის ფერდსამაგრის სამუშაოები, რომელიც მეწყლის პროცესების დროს ვლინდება. არის წყალმომარაგება, გამოწვევა გვაქვს ამ დროისათვის სოფელ ნიგაზეულში, რაზეც მიმდინარეობს უკვე შესაბამისი ღონისძიებები, მუშაობა, შესაბამისი ლოკაციების ნახვა, საიდანაც შესაძლებელი იქნება წყლის მოყვანა და დაკმაყოფილება მოსახლეობის, სხვა ისეთი გადაულახავი რაღაც გამოწვევა არ არსებობს ამ დროისთვის. გასაგებია ბატონო იაგო, თქვენთან მექნება შეკითხვა, ის პირველი ნომერი ხართ. პრაქტიკულად კითხვა იგივეა, რა არის მთავარი, რასაც მოსახლეობა ამჟამად გეუბნებათ და როგორია მათი განწყობა ქართული ოცნების მიმართ? მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. მე პირველ რიგში მინდა მადლობა გადავხადო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იმ დობისთვის. ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი და უდიდესი გამოწვევა არჩევის შემთხვევაში მომდევნო 4 წელი ვემსახურო მუნიციპალიტეტს, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მოგეხსენებათ, ვახორციელებთ მოქალაქეებთან შეხვედრას, დავდივართ თითოეულ სოფელში, ვეცნობით რა თქმა უნდა პრობლემებს, რა გამოწვევების წინაშე ედგება მუნიციპალიტეტი. რო გითხრათ, რომ რაღაც შეუსრულებელი პრობლემა ეგრე არ არის. რა თქმა უნდა, ყველა პროექტი კარგად მოგეხსენებათ, რომ მოითხოვს განახლებას, აი მაგალითად არის პრობლემები, სადაც გზები არის დაზიანებული, გარკვეული მონაკვეთები, რომლის აღდგენაც მიმდინარეობს. არის წყლის პრობლემები, დამატებით წყლის პრობლემები, რისი დებეთის მოძიებაც მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში და უახლოეს პერიოდში აუცილებლად განახლებული იქნება თითოეულ სოფელში ის წყლის ნაკადი, რის ნაკლებობასაც განიცდის მოსახლეობა. განწყობას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, ძალიან თბილი შეხვედრები გვაქვს, დობას გვიცხადებს საზოგადოება. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ 13 წლიანი მმართველობის პერიოდში ყოველდღიურად იზრდება ეკონომიკა ფაქტიურად. ტურისტული ნაკადი ძალიან დიდია. ჩვენი ინიციატივაც არის და შემდგომი ხედვა არის, რომ უფრო მეტი ტურისტული ზონები მოეწყოს, უფრო მეტი საპიკნიკე ადგილები გაჩნდეს შუახევის მუნიციპალიტეტში. რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველდღიური მუშაობა იქნება ხალხის სამსახურში. აქვე მინდა აღვნიშნო და ვთქვა, რომ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები თითოეული და კანდიდატის წარმოდგენილი კანდიდატები ყველა არის ღირსეული ადამიანი, თითოეულ მათგანს ამოძრავებს საკუთარი მუნიციპალიტეტის სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით მაქსიმალურად შემდგომ წლებში იმ მაქსიმალურ რესურსს, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია, შევძლებთ, რომ თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ. თუ გინდათ რამე და მინდა შუახეველებს მიულოცო განსაკუთრებით ღირსეული მერობის კანდიდატი ბატონი ომარ ტაგიძე. მართალია, სულ მცირე პერიოდია, რაც ჩართული ვარ საარჩევნო პროცესში და ნამდვილად გულახდილად მინდა ვთქვა, ვხედავ რაოდენ იცის ბატონ ომარმა თითოეული, არა მარტო სოფლის, თითოეული ოჯახის გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი, ჰარმონიზებული მუშაობით მომავალი წლები საუკეთესო წლები იქნება შუახევის მუნიციპალიტეტისთვის. გასაგებია, ბატონო ედუარდ, თქვენთან მექნება ასეთ კითხვა, აი თქვენი გუნდის წევრები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ამ მრჩეველს, თქვენ რას გრძნობთ ამ მიმართულებით, სად ხედავთ პრობლემას, რა არის მთავარი გამოწვევა თქვენი გუნდისთვის და რას გეუბნებათ თავად ამ მრჩეველი, დარწმუნებული ვარ, ახლა შეხვედრები გექნებათ ბუნებრივია. მივესალმებით ტელემაყურებელს, მივესალმები ჩვენს შუახეველებს. მინდა მადლობა გადავუხადო ოცნების გუნდის ნდობის გამოცხადებისათვის, ასევე მადლობა მინდა გამოუცხადო ჩვენ შუახეველებს ჯერ კიდევ 4 წლის წინ გამოცხადებული ნდობისათვის, რომ შევძელით ჩვენ 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრამები და პროექტები გაგვეხორციელებილა ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებისათვის, განვითარებისათვის. ჩვენი გზავნილი და ჩვენი დაპირება არის როგორც სლოგანი ჩვენ ქართული ოცნების მეტი განვითარება შუახევს და მეტი განვითარება ნამდვილად ექნება. ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატები, ბატონი ომარი 4 წელია ღირსეულად ხელმძღვანელობს შუახევს როგორც მოქმედი მერი და 4 წლის განმავლობაში კიდე გააგრძელებს ღირსეულად მოღვაწეობას. მერიისა და საკრებულოს თანამშრომლობაც იყო ძალიან საინტერესო ამ 4 წლის
განმავლობაში არც ერთი მნიშვნელოვანი არც ერთი პროექტი ფაქტიურად რომელიც მერიის მიერ იყო წარმოდგენილი არ ჩავარდნილა, იმიტომ რომ ყოველთვის ხდებოდა პრობლემის იდენტიფიცირება მერიის მიერ და შესაბამისად იგეგმებოდა პრიორიტეტებად გადანაწილება თუ რა როდის რა ვადებში უნდა განხორციელებულიყო და ბიუჯეტი როგორ დაგეგმარებულიყო. ამიტომ ეს თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზე შედგა და ვფიქრობ ერთ-ერთი წარმატებული პერიოდი იყო 4 წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობა. რაც შეეხება მოსახლეობასთან შეხვედრებს და გამოწვევებს, რაც დღეს მუნიციპალიტეტის წინაშე, ბუნებრივია შუახევის მუნიციპალიტეტი არის მაღალმთიანი რეგიონი, ბევრი გაკეთდა, რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრი რჩება ბუნებრივია, იმიტომ რომ რამდენს გავაკეთებთ, იმდენი მეტი ახალი გამოწვევები წინაშე ვდგებით მუნიციპალიტეტში და შესაბამისად ერთობლივი მუშაობით ვფიქრობთ, რომ ყველა გამოწვევა და ყველა პრობლემა დაიძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები და ეს ყველა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია და მაღალმთიანეთისათვის მით უმეტეს, იმიტომ რომ მემკვიდრეობით ის ინფრასტრუქტურა რომელიც შეიძლება ქალაქში იყოს მუნიციპალიტეტს არ ქონია არასოდეს და ეხლა ვითარდება ეს მართლა გზები, არხები, სარწყავი წყლები, სასმელი წყლის მოყვანა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, მეწარმეობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობას აი რომ გავაჩეროთ სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა და არ მოხდეს ეს ურბანიზაციის პროცესია დღეს მთელ საქართველოში მიმდინარეობს ვიცით და ცოტა მეტი მიმართულებით რომ გავაკეთოთ რომ მოსახლეობა შევინარჩუნოთ ან დაბრუნდეს ბუნებრივია ადგილზე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება სამხრივ ძალიან მნიშვნელოვანია და პროცესები დაძრულია ისედაც არაერთი პროექტი განხორციელდა და არაერთი პროექტი არის მიმდინარე ამხრივ და გარდა ამისა მე ვფიქრობ რომ ეს რა თქმა უნდა რა საკმარისი მნიშვნელოვანია სოციალური პროექტები კულტურის მიმართულებით განხორციელებული ტრადიციები, ფოლკლორი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის მე ჩემი მიმართულებაც არის ასევე გარდასაკრებულოსი განათლების მიმართულება და ვფიქრობ განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება და კიდევ უნდა განხორციელდეს, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ღირსეული მოვალეთაობა, ეროვნულად მოაზროვნე მოვალეთაობა, განათლებული და იმუნარებით აღჭურვილი რომ მათ შემდგომში შეძლონ წარმატებული რეალიზება თავისი ნიჭის და თავის ცოდნით. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კეთდება. არაერთი პროგრამა ხორციელდება როგორც განათლების სამინისტროს, ცენტრალური განათლების, ასევე აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს მიერ, მაგრამ არის რაღაც პროგრამები, რომელიც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს განათლებას, იმიტომ რომ განათლება ყველაზე მეტად პრიორიტეტულია მაინც. განათლებული თაობა შექმნის უფრო უკეთეს მომავალს ხვალინდელი დღისათვის და აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს გუნდი, რომელიც ქართულ მოუწნევამ წარმოადგენდა ბატონი ომარის ხელმძღვანელობით, როგორც პარტიული სიით, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები, თითოეულ მათგანს ვიცნობ, ძალიან ღირსეული ადამიანებია და იცნობენ რაიონის გამოწვევებს, იცნობენ პრობლემებს და თითოეულ ჩვენგანს დასახული გვაქვს გეგმები თუ როგორ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მეტი განვითარება და მეტი კეთილდღეობა გქონდეს ჩვენს რაიონს და ჩვენს მუნიციპალიტეტს. გასაგებია, დაგიბრუნდებით ყოამდებურად ტურიზმზე ისაუბროს თქვენი გუნდის წევრებმა, თუმცა უფრო მეტი მინდა ეს თემა გავშალოთ, თუ შეიძლება. ერთ-ერთი პრიორიტეტია ბუნებრივია მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რა პროექტები ხორციელდება ამ მიმართულებით, რა გაკეთდა უკვე და რას გეგმავთ იმ შემთხვევაში, თუ კი თქვენ იქნებით, რა თქმა უნდა, ისევ არჩეული. როცა ტურიზმზე ვიწყებთ საუბარს და ეს უკავშირდება შუახევის მუნიციპალიტეტს, ბუნებრივია უნდა ვახსენოთ ევროპაში ყველაზე გრძელი ზიპლაინი, რომელსაც წლების წინ სკეპტიკოსები ეძახდნენ ქალისტის გულებთან ბრძოლას, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაახლოებით თვენახევრის უკან ოფიციალურად უკვე გახსნა და ოპერირებაში შევიდა აღნიშნული მეტად მნიშვნელოვანი ობიექტი მე ვიტყოდი შუახევის მუნიციპალიტეტის და არა მხოლოდ შუახევისთვის, ზემოთიანი აჭარისთვის და ეს მოიტანს სხვა თანმდევი განვითარების პროცესებს, რომელიც ბუნებრივია აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე საბოლოო ჯამში. მნიშვნელოვანია ბუნებრივია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მიყვანა ბოლომდე, რაც დაგეგმილია მომდევნო წლების განმავლობაში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, რომ ზიპლაინამდე კომფორტულად იგზავნოს ნებისმიერ ვიზიტორი იქნება თუ ტურისტი. მნიშვნელოვანია მარკირებული მარშრუტები, რომელიც არაერთი გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, მთა ღომის გავლით, მათ შორის ჭვანის ხეობაში, მათ შორის ჩირუხის გავლით გოდერძ
პროექტებზე გადადიხარ და ასე შემდეგ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, მათ შორის ისტორიული ძეგლების კონსერვაცია, რესტავრაციის კუთხით გასაკეთებელია და ამას ეფექტურად უნდა გამოყენება, მათ შორის ტურისტული ჩართულობით არის საინტერესო, იმიტომ რომ საინტერესო ისტორია აქვს გავლილი მათ შორის ჩვენს კუთხეს და შუახევის მუნიციპალიტეტის ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ნიშნავს რომ მოეწყოს ახალი მიზიდულობის ცენტრები, ულამაზესი ჩანჩქერი გვაქვს, ულამაზესი ბუნება გვაქვს და ამ მიმართულებით მზარდი უნდა იყოს მხარდაჭერა და მოვა წლებში ზუსტად ამას ვაპირებთ. ჩვენ არაერთი პროექტი გვაქვს უკვე შესყიდვის ეტაპზე, ზოგიერთ შემთხვევაში ტექნიკური დავალებები გვაქვს, რომელსაც მომდევნო წლების განმავლობაში განვახორციელებთ. ისე რომ თანაბრად იქნას გადანაწილებული ყველა ხეობის მიმართულებით. გვინდა რომ ყველა ხეობის მიმართულებით, ყველა ადმინისტრაციული ერთეულები მოიცვას ტურისტული მიზიდულობის ცენტრებმა. მშვენიერესი ნიგაზეულის ციხე გვაქვს, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს და მათ შორის ამ ციხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მუშაობთ და ვფიქრობთ, თოლთა ციხესთან დაკავშირებით უკვე პროექტი შესყიდულია და დაიწყება მომავალისათვის დარწმუნებულა უკვე აღდგენა ციხის რაღაც ისტორიულ ჩარჩოებში აღდგენა მოეწყო ხაბელაშვილების წისკვილების ხაბელაშვილის ისტორიულ ხიდან ჩასვლელი ბილიკები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით დამარკირდა მათ შორის ლელთის ტბა აქეთ გვაქვს თიხის არაჩვეულებრივი საბადო სადაც უკვე საწარმო განვითარების ეტაპზეა და მომავალი თაობა ჩაერთო სხვადასხვა ასე ვთქვათ აქტივობებში ანუ ბევრი მიმართულება არსებობს და ბევრი შესაძლებლობა არსებობს კიდევ რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა განვითარდეს აჭარის მთავრობის მხარდაჭერით რა თქმა უნდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით და თვითმმართველობა რა თქმა უნდა ამ ყველაფერში იქნება ბოლომდე ჩართული. სოფლის მეურნეობაზეც მინდა ვისაუბროთ, დრო არ გვაქვს ძალიან ბევრი. აქედან გამომდინარე, აი სოფლის მეურნეობის მიმართულებით რა ტიპის მხარდაჭერას უნდა ელოდოს ამ მრჩეველი თქვენგან, ამაზეც გაგვიცით პასუხი შეიძლება. როცა სოფლის მეურნეობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ის არაჩვეულებრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიწების უფასო რეგისტრაციას გულისხმობს და უკვე დასრულების ეტაპზეა შუახევის მუნიციპალიტეტში უფასო მიწების რეგისტრაცია, რაც ხელს უწყობს შემდგომში თითოეულ მოქალაქეს სხვადასხვა პროგრამასა და პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით. იგივე სოფლის მეურნეობის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ცენტრალურ დონეზეც არის პროგრამები და პროექტები, სადაც მიწების ფლობას და რეგისტრაცია მოითხოვება. თუმცა ამ წლების განმავლობაში ასეულობით ოჯახმა ჩაერთო სხვადასხვა პროგრამასა თუ პროექტში, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს პროგრამები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუახევში ფუნქციონირებს საჩითილე მეურნეობა არის, სავენახე, ასევე არის ხეხილის მეურნეობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენს მუნიციპალიტეტში არის, რაც ხელს უწყობს ადგილობრივ ფერმერებს შემდგომი განვითარების მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანი არის სარწყავის სისტემების გამართული მუშაობა, ბუნებრივია. ამაშიც გვეხმარება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროსერვის ცენტრის სახით და არაერთი არხის რეაბილიტაცია განხორციელდა ბოლო წლების განმავლობაში. არის არხები, რომლებიც მათ ჩვენს ბალანსია და ამ მიმართულებით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, გამოწვევებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, რომელიც მომდევნო წლებში ძალიან მოკლე პერიოდში უნდა ავმოფრათ, ამ კუთხით ჩვენ ვყიდულობთ პროექტებს, ვიგეგმებით მომავალი წლისათვის, მომავალი წლებისათვის და აუცილებლად გავაგრძელებთ მხარდაჭერას ამ მიმართულებით. აქვე უნდა აღნიშნოს ერთი ძალიან კარგი საგრანტო პროექტი გვაქვს ჩვენ ამავდროულად სოფლად მცხოვრები ქალების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით და აქ 20 მეტმა უკვე ქალბატონმა ისარგებლა აღნიშნული საგრანტო პროექტით და არაერთი მცირე ასე ვთქვათ საწარმოები განხორციელდა. თუმცა მოგეხსენებათ არის კიდევ აწარმოეს საქართველოს პროგრამები და სხვადასხვა პროექტები და პროგრამები სახელმწიფო მათ შორის, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებას, არამედ მთაში ასე ვთქვათ მაგალითად დასახლებებში სხვადასხვა საწარმოების გახსნას და ეკონომიკური აქტივობების დაგეგმარებას მათ შორის. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო დასრულდა. ბოლო სიტყვას მოგცემთ, თუ გინდათ მიმართეთ ამ მრჩეველს და ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი ეთერი. შუახელოს მინდა სჯეროდეთ, რომ დაგროვილი გამოცდილება საუკეთესო გუნდთან ერთად
მომდენო წლების განმავლობაში გაზრდილი ბიუჯეტით, რაც რის შესაძლებლობას ქართული ოცნების თანმიმდევრულმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, მომდენო წლები გაცილებით უფრო ეფექტური იქნება და გაცილებით მეტი პროგრამა და პროექტი განხორციელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში, ვიდრე წინა 4 წელს განხორციელდა. დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის თითოეულ თქვენთაგას. ახლა შემოგთავაზებთ რეპორტაჟს, რომელიც არჩევნების პროცედურებზე მოგვითხრობს, რის შემდგომაც უკვე დაგიბრუნდებით სხვა სტუმრებთან ერთად დარჩით ჩვენთან. ვაგრძელებთ გადაცემას, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. მეორე ბლოკის სტუმრები არიან ბადრი მამულაძე, ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოს მერობის კანდიდატი ხელვაჩაურში, დავით დევაძე ახალშენის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის და ნოდარ თურმანიძე, ასევე გურამ სურმანიძე, ორთაბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის. ბატონო ნოდარ, რომ არ ამერიოს და არ შემოშალოს, ამიტომ თქვენ თვითონ თქვენი დავიწყებ გადაცემას და გითხარით წარუგიდგინეთ თავი და ასევე გავაცნოთ მაყურებელს თქვენი თავი. მადლობა პირველ რიგში ყველას გადაცემაში მოგდანებს. მივესალმები მაყურებელს. ნოდარი თურმანიძე, პარტია ლელოს შტაბის ხელმძღვანელი. დიახ. ხელვაჩაურის რაიონის. დიახ. კარგით, პირველი კითხვა მექნება თქვენთან, როგორია მოსახლეობის პოზიცია, რას გეუბნებიან ამ მომრჩევლები, რა არის მათი მთავარი მოთხოვნები იმ დროს, როდესაც ბუნებრივია წინა საარჩევნოდ ხვდებით. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. მოსახლეობის ძირითად პრობლემებს წარმოადგენს მაგალითად სოფელ თხინარის მეურნეობაში ხალხთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა ყველაზე მთავარი პრობლემა ავარიული საცხოვრებელი სახლები, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის. აგრეთვე ნომერ მეორე პრობლემად ხალხს მიაჩნია ყველაზე მთავარი და დიდი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის არსებულმა ხელისუფლებამ სამწუხარო საზოგადოება დაყო ორ ნაწილად. ანუ ქოცები და ნაცები. აქედან გამომდინარე ადამიანებმა დაკარგეს სურვილი სამართლიანობისა და საკუთარი აზრის გამოხატვის. რის ყოველი ამ ყველაფერმა კი შექმნა განცდა საზოგადოებაში პროტესტის, იმედგაცრუებისა და გულგრილობის. როგორია მათი ხედვა? აი თქვენ როდესაც ხვდებით, რამდენად დამაიმედებელია საზოგადოების თქვენდამი მხარდაჭერა? ძირითადი მოსახლეობის აზრით, ძირითადი მოსახლეობა არის განწყობილი ოპოზიციურად შეხვედრებში, ეს ნათლად ჩანს. აქედან გამომდინარე გვაქვს იმედი, ძალიან დიდი იმედი, რომ ამ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ. გასაგებია თქვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით და სამომავლო გეგმებზე ბუნებრივია გესაუბრებით, როგორია თქვენი ხედვა, რას პირდებით ამ მომრჩეველს, ამაზეც ბუნებრივია თქვენგან მივიღებთ პასუხებს. იქამდე სხვა სტუმრებსაც მინდა ვკითხო იგივე პრინციპში, როგორია საზოგადოების თქვენდამი დამოკიდებულება, რას გრძნობთ ხალხისგან და რა არის მათი მთავარი მოთხოვნა ამ წინა საარჩევნოდ? ადამიანებისაგან ძირითადად გრძნობთ კარგ ურთიერთობას, რა კუთხით ვამბობ. ყოველთვის ელოდებიან ნებისმიერ საარჩევნო პროცესის დროს, წინა საარჩევნოდ ელოდებიან ცვლილებებს, ახალი სახეებითაც, ახალი იდეებითაც. და რა თქმა უნდა, ჩვენი პროგრამები გვაქვს, რომელსაც ვთავაზობთ მოსახლეობას, ვეუბნებით, ვაცნობთ. არსებული დაგროვებული პრობლემები რამე თუ არის, იმის გადაწყვეტის პირობებს ვეუბნებით ჩვენი მოსვლის შემთხვევაში. არჩევის რა არის მთავარი პრობლემები? ძალიან დიდი პრობლემები არის სოფლებში, განსაკუთრებით. ელემენტარული ცხოვრებისეული ყოველდღიური პრობლემები, რასაც ქვია ჩვენ, ასე რომ ვთქვათ. თუნდაც წყალი, თუნდაც გარეგანათებები, თუნდაც გზის არასწორად გაკეთება, რასაც ქვია. გზას გააკეთებ, ხარჯს გაიღებ და სანიაღვრე არხს არ უკეთებ. ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. ძალიან თუნდაც სამარშრუტო ხაზები, რომლებიც ჩაისვა, არ არის სწორად გაკეთებული ზოგიერთ სოფლებში, ზოგიერთ უბნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დილას მოდის სამუშაოზე, საღამოს გვიან მიდის სახლში, უწევს კილომეტრი, კილომეტრნახევარი მეტი ღამეში უშუქობის გარეგანათების გარეშე ადგილების გავლა. ამის შესახებ რა ვიცი, ვსაუბრობთ მოსახლეობასთან. გვაქვს კარგი ურთიერთობები. იმედი აქვთ, რომ
თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ეკნებათ თითო ხმა ხალხის მიერ მიწოდებული ხელისუფლებასთან და ამაზე ფიქრობს მოსახლეობა და ვნახოთ. დანარჩენი საომავლო საკითხებია. კარგით, თქვენთანაც ანალოგიური კითხვა მექნება, როგორია აი ამ მრჩევლების მოსაზრება თქვენთან მიმართებაში დამოკიდებულება, რა არის მათი მთავარი მოთხოვნები ამ შეხვედრების პროცესში და რას ეუბნებით თქვენ, რას თავაზობთ მათ? მივესალმები საზოგადოებას. მე გახლავართ მაჟორიტარული დეპუტატობის კანდიდატი დავით დევაძე. გავდივართ უბნებში, სოფლებში. პირველი პრიორიტეტი მაინც სოფელში დგას დღევანდელ დღეს წყალი, ოწყლობა. მოგეხსენება დიდი ზამთარი იყო გასულ ზამთარში პერიოდში და მთელი ზამთრის მანძილზე წვეთი წყალი არ მოდიოდა. ისე დაზიანდა ძველი გაყვანილობა, რომელიც ამორტიზირებულია, გამოსულია წყობიდან და ითხოვს საზოგადოება გვეკითხება პირველ რიგში, როგორ მოაგვარებთ რა ამ პრობლემას სოფელში რომ გადაიჭრას წყალი. დაბინძურებული წყალი 21 საუკუნეში ბავშვთა ბაღი, სკოლა, ყველა მთელი სოფლის მოსახლეობა მთლიანობაში სვამს გაუფილტრებულ წყალს. ძალიან დაბინძურებულია. ჭიაყელაც კი მოყვება წყალს. და ამ პრობლემებზეა. გზები ასე თუ ისე შიდა გზები მოგვარებულია, მაგრამ რემონტ შეესაბამება. გთხოვენ მაგასაც ძალიან დიდი გაუვალი ადგილებია. ბევრი არა, მაგრამ არის. და დამოკიდებულება ხალხის მიმართ, აი თუნდაც თქვენი პარტიის მიმართ როგორია? კარგია. ითხოვენ, რომ ცვლილებები გვინდაო. ერთა იგივე ხელისუფლება დიდი ხნის მანძილზე, მოგვე დიქტატორული სტადიის მართლობის სტილი. უნდა ცვლილება ახალი უნდა. ახლები უნდა მოვიდნენ, ახალი პარტია, ახალი ხალხი. ბატონ ნოდარ, თქვენ შემთხვევაში როგორ არის? შემთხვევაში რო გითხრათ, პრობლემების მოგვარება ისმება კითხვა, ხო? ფაქტიურად სამივეს მაჟორიტარს დაუსვით ეგ კითხვა. პრობლემის მოგვარება არ უნდა იყოს პრობლემა, როცა ხელისუფლებაში 12 წელი ხარ. ეს პრობლემები აღარ უნდა გქონდეს ხელისუფლებას. პრობლემა ყოველთვის მოგვარებად იქნება, თუ ფინანსებს სწორად მიმართავ, სწორი კუთხით, შეამცირებ აიფში დასაქმებულ დიდი რაოდენობის ხალხს. იქ სადაც საჭირო არ არის და გადაისვრი ამ ფინანსებს ინფრასტრუქტურაში, გაზარდე ინფრასტრუქტურაში სამსახურე პერსონალი თუ კი ვერ უთავდება და ინფრასტრუქტურას სჭირდება უფრო მეტი თანხები, რომ სოფლის პრობლემა მოგვარდეს, წყალი მოგვარდეს, თუ გზაა, თუ რაცა, სარემონტო საბავშვო ბაღია, თუ ძველი შენობაა და გასარემონტებელია, ფინანსი მეტი უნდა გადაისროლო ინფრასტრუქტურაში. მოგვარდება ყველა პრობლემა. აგედი ამ ფინანსებს ინფრასტრუქტურაში კი არ გადაისვრიან. გადაისვრიან კარგ ფუმარილებზე, სადმე თუ ბანკეტებია, ან თუ სადმე ნაძვის ხია საყიდელი და გადაიხდიან დიდ ფულს და იყიდიან. და აღარ დარჩა ინფრასტრუქტურაში არაფერი. უფულოდ როგორ უნდა მოაგვარო ინფრასტრუქტურა. არ მოგვარდება. გასაგებია, თქვენი ხედვა როგორია? ხედვა ესაა, რომ სწორი მიმართულება თანხების, რასაც დაგაფინანსებს სახელმწიფო, სწორი მიმართულება უნდა მიცია ამ თანხებს. უფრო მეტი თანხა ინფრასტრუქტურაში უნდა გააკეთო მობილიზება, რომ გადაჭრა ეს საკითხები. უფულოდ საკითხს გადაჭრი, ვერ გადაჭრი, ხო? ამიტომ ამ მიმართულებას უნდა მიყოლა და ყველაფერი გადაიჭრება. გასაგებია, დაგიბრუნდებით, რა თქმა უნდა, ეკამდე მინდა კითხოთ, სწორედ რომელთაც დავიწყე, აი თქვენი სამოქმედო გეგმა, როგორც მეირობის კანდიდატის რა არის, რას პირდებით ამ მრჩეველს, რომ ვუთხრათ კიდევ ერთხელ, ვინაიდან გვეძლება ბუნებრივია შესაძლებლობა იმისა, რომ პირდაპირ ღია ეთერის მეშვეობით ვესაუბროთ ახლა იმ ამ მრჩეველს, რომელსაც ფიქრობთ, რომ უკვე საკუთარი გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ან ვეცადოთ, რომ შევაცვლევინოთ მას პოზიცია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გააჩნია უდიდესი პოტენციალი ბუნებრივი რესურსებისა თუ ისტორიული მნიშვნელობით. ეს პოტენციალი ჯერჯერობით სრულად არ არის ათვისებული. ამიტომ ჩემი მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გახდეს ადგილი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ განვითარების პოტენციალი, ხოლო ოჯახებს ექნებათ სტრატეგია და ჩვენ ხანდაზმულებს ღირსეული ცხოვრება. ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობისთვის უნდა მოხდეს
პარტიის გეგმის მიხედვით ჩვენი ლელოს გააჩნია სამოქმედო გეგმა, გაწერილია, სადაც გაწერილია პენსიონერების იაფი მედიკამენტებით დაფინანსება, გაწერილი გვაქვს უსაფრთხო გარემო დასაქმების 200,000 სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. გისმენთ. აი მოდით მაშინ ასე კითხავთ პირველ რიგში. ტურიზმის მიმართულებით რა ხდება? ახლა თქვენ რასაც უყურებთ, რა ვითარებაა? ტურიზმის მიმართულებით თხილნარის თემში ყველა ვიცით რომ არის ჩანჩქერები, საქეითო ადგილები, სადაც მისასვლელი გზები და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე საკმაოდ მიყვარს ეს ტერიტორიები, დავდივარ ხშირად და წელს ორჯერ მომიწია გასვლა. ორივეჯერ შუქი ჩაქრა. და საათნახევარი 2 საათის განმავლობაში შუქი არ მოდის. ეს ხელში უსვლის მეწარმეებს, რომ იმ სეზონის 4 თვიანი სეზონია, სეზონის განმავლობაში მიიღონ რაიმე შემოსავალი. ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ეს. თქვენ საუბრობდით მედიკამენტებზე, ამ მედიკამენტების მიმართულებით რამე კონკრეტული გეგმა გაგაჩნიათ? დიახ, ლელოს აქვს გეგმა იაფი მედიკამენტების, რომელიც ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ყველა მუნიციპალიტეტში იქნება დაფუძნებული. რა გაძლევთ ამის საფუძველს? აი მაყურებელი გვიყურებს, ესმის ეს თქვენი იდეა, მაგრამ როგორ უნდა განახორციელოთ, აი ესეც რომ მივაწოდოთ, გვაქვს ამის შესაძლებლობა. რითი უნდა განხორციელდეს იაფი მედიკამენტი გასაგებია, მაგრამ როგორ მიიღებს იაფ მედიკამენტს სამრჩეველი? აფთიაქების მიხედვით ყველა რაიონში აქვს, ყველა რაიონში არსებობს ქსელური აფთიაქები და ლელოს გაწერილი აქვს თუ რომელ მედიკამენტი მაგალითად კარდიოლოგთან დაკავშირებით საკმაოდ ახლა მოქმედებს მედიკამენტები ძალიან იაფიანი მედიკამენტები, რომელიც არც ერთ გულით დავადებულს არ გამოადგება ეს. ხოლო ის ძვირადღირებული მედიკამენტები არ ფინანსდება 92 და 150 ლარამდე ღირს ეს მედიკამენტები. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი იქნება გაწერილი გეგმის მიხედვით და მოქალაქეებს ავადმყოფებს პენსიონერებს მიეწოდებათ ეს მედიკამენტები აფთიაქების მეშვეობით. გასაგებია, თქვენ რას ფიქრობთ ტურისტთან დაკავშირებით, რამდენად განვითარებულია ახლა და რა არის გასაკეთებელი ყველაზე მთავარი? ტურიზმი როგორც ასეთი ისეთ ქვეყნებიდან შემოდიან ჩვენთან საქართველოში ხალხი, რომელსაც მანდამაინც იმ რაოდენობით თანხას არ გაიღებენ და არ ხარჯავენ. ტურიზმი რომ ვექნება სტატუსი ნორმალური ევროპული სტატუსი რომ გვექნება, სასამართლო რომ იქნება წესიერი ევროპიდან რომ ხალხი შემოვა, წესიერი ქვეყნებიდან რომ ხალხი შემოვა ტურისტი, აი მაშინ გვექნება წინსვლა უფრო მეტი. ეშინია დღეს შემოსვლა საქართველოში ნორმალური ქვეყნიდან ადამიანებს. თითოეულ ქვეყნებიდან შემოდიან ჩვენთან ახლა ტურისტს რომ შეხედავ ერთი და იგივე სტილის ხალხი დადის თუ დააკვირდებით. ფაქტიურად ევროპიდან ჩვენ ტურისტები არ აქვს. არ აქვს არა. ნაკლებად თუ კი ვინმე არის ევროპიდან ტურისტი. გასაგებია, გისმენთ. ახლა ჩემი შეხედულებით ჩემ სოფელში მაგალითად სოფელ ახალშენში მოდის დამსვენებელი ისვენებს უფრო სოფლებში, სუფთა აერზე და კოტეჯებში აქვენ სურვილი რომ გაატარონ თავისი დასვენების პერიოდი. ნუ ქალაქთან ახლონდებარია, ტრანსპორტით მოდიან 10-15 წუთში ქალაქში არიან უკვე ზღვასთან ახლოს და რა ვიცი, კმაყოფილი არიან ეს ხალხი. ანუ ამ მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით თქვენ სოფელში რეალურად პრობლემა არ არსებობს ამას მეუბნებით? პრობლემა არის. გავიგე? კი, არის მასეა თითქმის. კი, გასაგებია. თქვენთან რა ხდება? მე ჩემი პორტაბათუმის სოფლების მაგალითზე ვიტყვი. კარგია ტურიზმის განვითარება, ოღონდ ხელის შეწყობა უნდა. პირველი ინფრასტრუქტურა არა. გზა, რომელიც დაგებულია ბეტონით. არ აქვს სანიაღვრე არხი. როცა გაწვიმდა და ის ტურისტი თუნდაც გასასეირნებლად გასულია იმ საცხოვრიდან, სადაც არის თვითონ არის, ხო? ხომ უნდა დაბრუნდეს ფეხით. სანიაღვრე არხი რო არ ექნება გზას და წყალი მოდის მდინარესავით გზაზე. ფეხი დაუსველდა. გამოთქვა პრეტენზია. მეორე არ არის გარეგანათება. ღამეში რო გაისეირნოს, უყვარს ადამიანების 80% ბუნებაში ყოფნა, ხო? ხო, ნუ ბუნებრივია. შუქი არა. ბოდიში მომიხდია, ან მგელი, ან ტურა, ან ზაღლი ქუჩის მაწანწალა.
გამოვარდება დაგბენს. ყველაზე მთავარი პრობლემა იცი რა არის? ორთაბათუმის მოსახლეობის 80% საღამოს მე რაც მაქვს თვალით ნანახი, მაღაზიებში შედის და პურის ერთად 5 ლიტრიან მინიმუმ წყალს ეძებს რომ წაიღოს სახლში. იმიტომ რომ წყალის ავზები რომელიც დამონტაჟებული არის, არასწორად არის დამონტაჟებული. რას გულისხმობთ? რას გულისხმობ და იმას თავისი საინჟინრო სწორად არ აქვს გაკეთებული დებეტი გათვლილია დაბალ რაოდენობაზე მოსახლეობის წყლის არსებობა მარაგი რომელიც არ ყოფნის და რაც არის ისიც კიდე ბოდიში მომიხდი ამ სიტყვისა მე ონკანი მოუშვი პირადად კაპრეშუმის თავში მოსახლესთან წყალის დასალევად და მითხრა ბავშვმა არ დალიო ბიძია მაგიწყალიო აბა რა ვქნა შვილო მეთქი და მე გამოგიტანო და გამოიტანა 10 ლიტრიანი ხელით მოაჩოჩვებდა ეს ბოდიში ხდი ყველასთან მოაჩოჩვებდა გამოიტანა და ვერ მოხსნა სახურავი და მე მოუხსენი ანუ სნოს წყალი იყო ჩვეულებრივად მაღაზიაში ნაყიდი ამიდან დალიო მაიც დავინტერესდი და მოუხსენი და ხელები უნდა გადამევლო და ხელი როს გადავივლე ჩვეულებრივი ჭიაყელა გამესრისა ხელი შეუხეშად რო თქვა ეს ისეთ წყალია არ აქვს ფილტრაცია არა აბსოლუტურად არა კი შეიძლება ვინმე დასაქმებულია მაგრამ იმის მწოდნე უნდა იყოს რომ ან რა რაოდენობით ქლორი უნდა ჩაიყაროს დასაკლორად ან რა დროს უნდა მოხდეს მისი ფილტრაცია კიდე და ეს თანხები რომელიც მაგრამ პრობლემა რა არის 2021-25 წელში ოპოზიციური დეპუტატი ყავთ საკრებულოს გაიმარჯვა იქა და გამომდინარე აქედან მე ვფიქრობ ყველაზე ცოტა თანხები ხელვაჩავრის მუნიციპალიტეტს ორთაბათუმის სოფლებზე აქვს დახარჯული ალბათ წელსაც იმედია ასე მოხდება აირჩიოს მოსახლეობა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს და შეეცდებიან ესე მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ რომ გავაგრძელოთ ისე რომ მოусმინოთ ვიღაცას ჩვენ მოусმენთ ხალხს და ხალხის უნდა იყოს ყოველთვის მიწვდენილი უნდა გძნობდეს ადამიანი რომ მისი ეს გულისტკივილი მოგვარებადია და არა იმაზე ფიქრი რომ ვიღაცამ თბილისიდან ან ვიღაცამ ეგრე არ უნდა ხდებოდეს გასაგებია ბატონ ბადრე სოციალურ საკითხებზე ვსაუბრობდით თქვენ როგორც მე მაქვს ინფორმაცია სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ყავით წლების განმავლობაში რო შევადაროთ ის პერიოდი და დღევანდელი პერიოდი რა რეალობის წინაშე ვდგავართ რა არის გამოსწორებული კი ბატონო მოგახსენებთ 12 წლის განმავლობაში მივყოფნებოდი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელად ხელვაჩავრში გამოსწორების რა მოგახსენოს როცა ხელისუფლება აცხადებს რომ ორნიშნე ეკონომიკური ზრდა გვაქვს ეს არ არის სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ ყოველწლიურად მე რა ინფორმაციასაც ვფრობ, იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ქვეყანაში. არა მარტო ხელვაჩავრის რაიონში, მთლიანად ქვეყანაში იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. უსახლკარო ბავშვების რაოდენობა იზრდება აგრეთვე ისეთი ოჯახები, რომლებსაც ორი და მრავალი შვილიანი ოჯახები ის რაოდენობა რომელიც არიან ძალიან რომლებიც ცხოვრობენ სიდუხჭირეში თუ კი და მოვიყვა მაგალით Facebook-ზე იყო ასეთი მე რა ღოღობერიძემ გამოაქვეყნა რომ 10 ოჯახის ბავშვი ვერ მევიდა სკოლაში იმიტომ რომ მას არ ჰქონდა ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ტანსაცმელი ეს პრობლემა დგას სამწუხაროდ იზრდება ყოველწლიურად იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ჩვენ ქვეყანაში ბატონ ბადრე, კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ და დასასრულისკენაც უნდა წავიდეთ. როგორც ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, ოპოზიციის ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი რჩება ბოიკოტის რეჟიმში. მეორე ნაწილი, რომელიც ხარს გიჭერთ თქვენ, ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას. როგორია დამოკიდებულება იმ ადამიანების ბუნებრივია ლოგიკურად თუ იმჯერებთ შეხვდებოდით ისეთ ამომრჩევლსაც, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, თუ შეძელით ან თუ მოახერხეთ ამ ადამიანების დარწმუნება, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა და რა არის ახლა თქვენი მთავარი გზავნილი სწორედ ამ ბოიკოტში მყოფი ამორჩევლისთვის? ჩვენი მთავარი გზავნილი არის ბრძოლა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აქედან გამომდინარე, როცა მუშაობთ ველზე, ძირითადად ხდება ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ბოიკოტში მყოფი პარტიების ამორჩევლები, მაგრამ ზოგჯერ ვახერხებთ მათ დარწმუნებას რომ მოვიდნენ არჩევნებში არიან ისეთი ადამიანებიც რომლებიც სასტიკად წინააღმდეგი არიან არჩევნებზე მოსვლაზე და მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მოსახლეობა დავარწმუნოთ იმაში რომ მოვიდნენ არჩევნებში და გამოხატონ თავისი ნება
გასაგებია ბატონ გურამ, თქვენ რას ფიქრობთ, თქვენც ბუნებრივია ანალოგიურ კითხვას დაგისვოთ, აი ამ ბოიკოტში მყოფი საზოგადოების ნაწილის გადაბირება შეძელით, ან დარწმუნება იმაში გადაბირება რაღაც ცუდად ჟღერს, დარწმუნება შეძელით იმაში, რომ ამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა და ზოგადად თქვენი პოზიცია როგორია? ჩემი პოზიციით დავიწყო პირველ რიგში. დიახ, გესმენთ. მე ვფიქრობ, რომ ადამიანმა უნდა ამოწურო ყველანაირი რესურსი, სამართლებრივი რესურსი, რომელიც საფუძველს მოგცემს ზურგს გაგიმაგრებს იმისთვის, რომ გადახვიდეს სხვა მექანიზმებზე. მე ასე ვფიქრობ. არსებობს კონსტიტუციური უფლებამოსილება, რასაც ქვია არჩევნები. და არჩევნების გზით სრულიად შესაძლებელია ხელისუფლების შეცვლის საწყისი ეტაპების გაკეთება. და რატო? რატო ამ საწყის ეტაპებს? თვითმმართველობაში გამარჯვება არ ნიშნავს ხელისუფლების შეცვლას. თვითმმართველობაში გამარჯვება ნიშნავს დასაწყის ხელისუფლების შეცვლისას. და რატო? ყოველდღიური პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით და აქამდე ვისაუბრეთ, ეს გვარდება ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოში არჩეული წევრებისა და მერების მეშვეობით. მერე როცა ჩაინიშნება დააჩქარებს ეს პროცესი, როცა მოხდება ჯანსაღი გადაწყვეტილება მოსახლეობის, დააჩქარებს ეს პროცესი ნაადრევ საპარლამენტო არჩევნებს. და მაშინ აისევ საღიაზრი როგორც ახლა გაიმარჯვებს, ისე გაიმარჯვებს მაშინაც. მე ვფიქრობ, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა ჩემი თვალსაზრისით, ჩემი ხედვით ჯერჯერობით, რადგან მიმდინარეობს ჩვეულებრივი თვითმმართველობის არჩევნები და ეს არც ლეგიტიმაციას და არც არალეგიტიმაციას არც ხელს უშლის და არც უწყობს, უნდა ჩატარდეს და მოსახლეობამ უნდა მივიდეს არჩევნებზე და გამოხატოს მისი აზრი. მე ხშირი შეხვედრები მაქვს ბოიკოტში მყოფ დიახ, გეუბნებიან სწორედ ესე. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს, ამ მრჩევლებს მეტნაკლებად სჭირდებათ ურთიერთობების საუბარი, პოლემიკა, რომ დარწმუნდნენ. და მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი დარწმუნდა, რომ საჭიროა არჩევნებზე მისვლა და სწორი გადაწყვეტილების გაკეთება. და არა ის, რომ არასწორად 12 წლის განმავლობაში ძახილმა. მე ის ვარ, შენის ხარ, მე ის ვარ, შენის ხარ, მოსახლეობის 80%-ში გამოიწმეა ნიჰილიზმი. ნიჰილიზმი ოპოზიციურ ძალებს ხელს უშლის, როგორც გამარჯვებაში, ისე სწორი გადაწყვეტილების დადებაში. და მე მოვუწოდებ კიდე ერთხელ მოსახლეობას, რადგან ჩვენ ხელვაჩავრის მუნიციპალიტეტს წარმოვიდგენთ. აბსოლუტურად ყველამ 4 ოქტომბერს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მოვიდეს არჩევნებზე და თავისი აზრი დააფიქსიროს და იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება. გასაგებია ბატონ ბადრი, ბოლოს სიტყვას მოგცემთ, თქვენ მიმართეთ ამ მრჩეველს და ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი ეთერი. მე მინდა მომუწოდო ამ მრჩევლებს, რომ 4 ოქტომბერს მოვიდნენ არჩევნებზე და ხმა მიცენ ამ ქვეყნის ევროპულ მოვალს. დიდი მადლობა წარმატებები, მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის. ჩვენ მესამე ბლოკით ჩავხვდებით რამდენიმე წამში პირდაპირ ეთერში ერთმანეთს. მადლობა თქვენს. ვაგრძელებთ გადაცემას. მესამე ბლოკის სტუმრები არიან მუხრან გორგაძე, ფერის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის, ედიშერ აბაშიძე, მახინჯაურის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის, ელიზბარ ჩხიკვაძე, შარაბიძეების მაჟორიტარობის კანდიდატი, ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ გადაცემაში და ღებულობთ ამ პროექტში მონაწილეობას. ბუნებრივია კითხვები გვექნება არჩევნებთან დაკავშირებით და დავიწყებ მაშინ თქვენით, მოდით პირდაპირ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მითხარით, როგორია საზოგადოების იმ ნაწილის პოზიცია, მოსაზრება, რომელსაც თქვენ ახლა წინასაარჩევნოდ ხვდებით, რას ფიქრობენ, რამდენად დამაიმედებელი არის მათი მხარდაჭერა თქვენდამი და რას ამბობს ხალხი. მოგესალმებით. პირველ რიგში მოგესალმებით თქვენ. მივესალმები ჩემს ძვირფას ხელვაჩავრელებს, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. ვიტყვი იმას, რომ პირველ რიგში ბოდიშით შეგისწორეთ იმას, რომ ჩვენ ვართ პარტია გახარია საქართველოსთვის, პარტიული სიის ნომრები და არა ლელოც. ბოდიშით მაგნატილში თქვენთაგანი ხართ გახარია. მაგ ნაწილში ბოდიშით. კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება იმ საკითხს, რაც თქვენ ბრძანეთ, შეკითხვა რაც იყო, დაუბრუნდეთ იმ საკითხს. ჩვენ ყოველდღიური კარდაკარის პრინციპით ხვდებით მოსახლეობას და შესაბამისად ისეთი განწყობა არის მოსახლეობაში
მოსახლეობაში, რომ ნამდვილად გველოდებიან იმ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში იმ თითოეულ თემში, რომელიც უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს გააჩნია და მოსახლეობის, ესე ვთქვათ, ნდობაც მეტწილად არის ჩვენდამი, ჩვენის აზრით, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უშუალოდ ვართ წარმოდგენილი როგორც ახალგაზრდული წარმომადგენლები, ახალგაზრდები და შესაბამისად ჩვენი იდეებიც და პროგრამაც შესაბამისად მოსახლეობაზე ისე არის გათვლილი, რომ მეტი წილი ახალგაზრდებთან გვაქვს, ახალგაზრდული მიმართულებით გვაქვს, ესე ვთქვათ, წარმოდგენილი. ბატონო ელიზბარ, თქვენ შემთხვევაში რა ხდება, როგორია მოსახლეობის პოზიცია, რას გეუბნებიან, რა არის მათი მთავარი სატკივარი და მოგესალმებით, ასევე მივესალმებით თქვენ მაყურებლებს. მოსახლეობის მთავარი პოზიცია არის ძალიან ცუდად არის გაკეთებული წყალი, ინფრასტრუქტურა, წყალი მიეწოდება გრაფიკით, რაც ყველაზე დიდი პრობლემა არის ამ მომენტისთვის, ასევე გზები არის განათებები, ასევე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ნაგვისუნებით, რომელიც ძალიან მცირე არის ხელვაჩაურის თემში. ხალხისთვის თავარი პრიორიტეტი არის, რომ იყოს ინფრასტრუქტურა მზად, იყოს წყალი, ასევე იყოს სამარშრუტო ტაქსები, რომელიც მხოლოდ საათობრივად მიეწოდება. კერძო სამარშრუტო ტაქსები ვარს ამბობენ სამსახურზე იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურა არის ძალიან ცუდი. რთულად მისასვლელი არის სოფლებში, მისასვლელია, რადგან გზების ფაქტობრივად არ არის განადგურებული. თქვენ შემთხვევაში რა ხდება? მოგესალმებით კიდევ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. მე გახლავართ ედი შერაბაშიძე, მახინჯაურის მაჟორიტარის დეპუტატი. ჩვენ ყოველდღიური კარდაკარის პრინციპით ხვდებით მოსახლეობას და უმეტეს ნაწილად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხდება, როგორც მეგობრებმა აღნიშნეს, წყლის პრობლემა. არ გვაქვს საკმარისი წყლის რეზერვუარები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას უზრუნველყოფს ყოველდღიურად შეუწყვეტავი წყლის მომარაგებით, ასევე გვაქვს ქუჩის განათებები, რომლებიც არის გაკეთებული და მისი მოვლაპატრონობა არ ხერხდება, ასევე გვაქვს უბნები, სადაც გვაქვს ქუჩის განათებების ახალად გასაკეთებელი, იმიტომ რომ არ არსებობს და არ გაკეთებულა, გვაქვს ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორც მეგობრებმა აღნიშნეს და ასევე გვაქვს და დიდი გამოწვევა არის წინა წელს გამოწვეული დიდი თულობიდან მოსახლეობის კერძო სახლების სახურავების დაზიანება, რომელშიც სამწუხაროდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა მხარში არ ამოუდგა მოსახლეობას და ამ მხრივ გვაქვს დიდი პრობლემა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, რასაც მოსახლეობა ჩვენ გველაპარაკება ყოველდღიური შეხვედრებით. გასაგებია, ახლა გადავიდეთ შემდგომ კითხვაზე, რას თავაზობთ თქვენ, როდესაც მიდიხართ? მე ყოველ შემთხვევისთვის პროფესიით ვარ პედაგოგი. საზღვარგარეთ მაქვს მიღებული განათლება და ჩვენი, ესე ვთქვათ, მოსახლეობასთან კარდაკარი პრინციპის შეხვედრის დროს ვუხსნით ჩვენს უშუალოდ პიროვნულ დამოკიდებულებას მოსახლეობასთან და ასევე მუნიციპალიტეტის მერიასთან. თუ უშუალოდ როგორ შეიძლება აღნიშნული პროგრამების, რომლებსაც ჩვენ წარვადგენთ, დაწვრილებით თუ როგორ შეიძლება იმის აღმოფხვრა, იმის, ესე ვთქვათ, განხორციელება. ხვდებით ძალიან ბევრი სახის პრობლემას, როგორც აი ინფრასტრუქტურული პრობლემები, ასევე ხვდებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით პრობლემებს. შესაბამისად, მე მაქვს ბაკალავრი ტურიზმის მიმართულებით განათლება მიღებული, ასევე მაგისტრატურა გეოგრაფია მაქვს ასრულებული და რა ნაწილში მინდა ხაზი გაუსვა ამ ყოველივეს, რომ ტურიზმის მიმართულებით აჭარის რეგიონი თავს, ესე ვთქვათ, ვიქებთ, რომ ტურიზმის მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკას ვაჯანსაღებთ. მაგრამ სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობა არის, ესე ვთქვათ, ქალაქ ბათუმთან სიახლოვეში და შეგვიძლია, ესე ვთქვათ, გავაკეთოთ ისეთი ტურისტული მარშრუტები, ესე ვთქვათ, რომ ვიზიტორებს და ტურისტულ ნაკადებს არ შეშალოთ ხელი, ესე ვთქვათ, იმ ღირსშესანიშნაობებთან მისასვლელი გზები იქნება თუ ის, ესე ვთქვათ, დესტინაციები, რომლებიც არის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თემში წარმოდგენილი. ეს არის პრობლემები, აი თქვენ რას პირდებით ამ მრჩევლებს? რა იქნება თავარი ის,
თქვენ ამორჩეველმა უნდა დაგიჭიროთ. კი ბატონო, რაც შეეხება ჩვენს ესე ვთქვათ დაპირებებს, პირველი რასაც გეტყვით ეს არის რომ ვინაიდან რადგანაც ჩვენ ვართ ახალგაზრდული ესე ვთქვათ გუნდი, ახალგაზრდული ჟინით და ესე ვთქვათ ამბიციით, კარგად გამიგეთ, ამბიციით წარმოდგენილი, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ისეთი პროგრამა, ახალგაზრდული პროგრამა, რომელიც არის არა მხოლოდ ახალგაზრდების გათვლილი, მაგრამ მეტწილად ახალგაზრდებს ესე ვთქვათ ახალგაზრდებისთვის არის მეტწილად გათვლილი. ხო? თითოეულ თემში უნდა იყოს წარმოდგენილი ახალგაზრდული ესე ვთქვათ ცენტრები, სადაც ჩვენ უშუალოდ გვეყოლება ადგილზე მცოდნე კადრები, ესე ვთქვათ, რომლებიც ახალგაზრდებს მე სკოლაში ესე ვთქვათ პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და შესაბამისად ხვდები ჩვენ ახალგაზრდებს რა პოტენციალი აქვს. შესაბამისად ამ პოტენციალის დაკარგვა ძალიან სამწუხარო და გულსატკენი არის. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი ახალგაზრდული ესე ვთქვათ ახალგაზრდების ეს პოტენციალი კარგად უნდა დავაბანდოთ, რომ მომავალში ესე ვთქვათ ჩვენ გამოვიყენოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. დაუბრუნდები იმ საკითხს, რომ ჩვენ ეს ესე ვთქვათ ცენტრები, რომელსაც შევქმნით თემებში, უნდა იყოს დაკომპლექტებული მცოდნე და კომპეტენტური კადრებით, რადგან ისინი მოამზადებენ ახალგაზრდებს, რომლებიც იქნება ესე ვთქვათ გათვლილი როგორც უცხოენის მიმართულებით, ასევე იქნება პროექტების წერის მიმართულებით, რომლებიც უშუალოდ დაწერენ კარგ პროექტებს მოამზადებენ და მიმართავენ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე როგორც აჭარის განათლების სამინისტროს მიმართულებით, ასევე ქვეყნის მასშტაბით საქართველოს განათლების სამინისტროს და სხვადასხვა სამინისტროებს, რომლებიც თანადაფინანსებას გაუკეთებენ ახალგაზრდებს და სამწუხარო მოცემულობა რაც დღეს არის ესე ვთქვათ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და ეს არის მიგრაცია აღმოიფხრება მეტწილად. ძალიან კარგია ის რომ ახალგაზრდების მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტია და მით უფრო თუ კი სასიკეთოდ გაკეთდება მათთვის ეს ნამდვილად ძალიან კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მხოლოდ ახალგაზრდები არ ყოფს ქვეყანაში და ზოგად ფონსაც თუ კი შევხედავთ ამორჩევლების ამ შემთხვევაში აი მთავარი გზავნილი რა არის, რის გამოც პარტია გახარია საქართველოსთვის უნდა დაუჭეროს მხარი იმ ამორჩეველმა, რომლებიც მხოლოდ ახალგაზრდები ნამდვილად არ არის. სხვათა შორის ეს იმიტომ და ამას ხაზი იმიტომ გავუსვი რომ ჩვენ ყოველდღიური კარდაკარის პრინციპით როცა მოსახლეობაში ხვდებით გულდასაწყვეტია ის ფაქტი რომ სადღაც 10 ოჯახიდან მინიმუმ 7 და 8 ოჯახში ხვდებით ასაკოვნებს. სამწუხარო მოცემულობა არის რომ სოფლები არის დაცლილი ახალგაზრდებისგან. შესაბამისად მაგიტომ მოვიყვანე ეს მაგალითისთვის რომ ჩვენს პროგრამაში ახალგაზრდულ პროგრამაში ესე ვთქვათ ახალგაზრდებს გვაქვს რომ უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხელშემწყობი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობა რომ ახალგაზრდებს აღარ ქონდეთ იმის სურვილი რომ გავიდნენ ქვეყნის გარეთ მეზობელ თურქეთში იქნება თუ დასავლურ ქვეყნებში და დაუბრუნდნენ თავიანთ კერას რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა თუ მე უცხოეთში მაქვს მიღებული განათლება და ის თითოეული ადამიანი და ის ახალგაზრდა რომელიც უშუალოდ მიიღებს ადგილზე თემებში იმ ცენტრებში ახალგაზრდულ ცენტრებში იმ პროექტების წერა იქნება თუ ესე ვთქვათ უცხოენის შესწავლა და გამოიყენება ისინი უცხოეთში განათლების მისაღებად გაცვლითი პროგრამით თუნდაც ხო გაცვლითი პროგრამით ის გაცვლითი პროგრამით მიღებული განათლებით მიუბრუნდებიან თავიანთ მუნიციპალიტეტს და რა თქმა უნდა ისინი გამოგვადგებიან ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამიტომ ამას უნდა დაუჭიროს არა მხოლოდ პარტია გახარია საქართველოსთვის, ჩემის აზრით ეს იქნება სხვა პარტიებისთვისაც მისაღები. გასაგებია, აი თქვენ შემთხვევაში რა არის მთავარი გზავნილი, რაც გაქვთ ხოლმე ამორჩევლის მისამართი დონეები? ერთი გავიგეთ, ერთი პრიორიტეტი არის ახალგაზრდების დაბრუნება, დანარჩენი როგორც აღნიშნეთ, ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი პრობლემა არსებობს. ამიტომ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ეს გეგმა შევიმუშაოთ თავიდან, ანუ ამას გულისხმობ მე ბიუჯეტური მხრივ. იმიტომ რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 2025 წელს 65 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი დამტკიცებული. აი ეს უმიზნობრივად როცა იხარჯება, აი ჩვენს მოსახლეობას არ მიეწოდება აი ისე სამართლიანად ეს ყველა თემს, როგორც არის საჭირო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მუნიციპალურ დონეზე უკვე გადასაწყვეტი, იმიტომ რომ შესასწავლია და უფრო მეტი ფინანსებია გამოსაყოფი. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო მეტად არის ისეთი
მიმართულებით თანხები მიმართული და დახარჯული, რომელსაც ანუ დღეს რო ვუყურებთ, ანუ გაკეთებული საქმის ხელმეორედ კეთება გვიწევს. ანუ არ არის ფუნდამენტურად მოგვარებული ეს საკითხები, ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ უფრო მეტი დაფინანსება გამოვყოთ და რასაც გავაკეთებთ, უნდა იყოს გაკეთებული ისე, რომ ამის იმედი გქონდეს და ხელმეორედ გადასახედი არ გქონდეს. ეს იქნება ქუჩის განათებით, ეს იქნება გზების მოპირკეთებით თუ ახალი გაყვანილობებით, ასევე ჩვენ ყოველდღიური გადაკარის პრინციპით, როცა ხვდებით მოსახლეობას, შეგვხვდა ასეთი მაგალითიც, რომ ქუჩის განათება არის ნახევრად გაკეთებული და ნახევარი არის ელექტროობა გადაცემული მოსახლეობაზე, არის ფარები გადაცემული და მოსახლეობას შესთავაზეს, რომ ანუ ამის შემდეგ გააკეთეთ თქვენ. ასევე გვაქვს წყლის პრობლემა, რომელიც არასაკმარისი აუზებია. მაგალითად, ფერიაში როცა ვიყავით, შეგვხვდა ასეთი პრობლემა, რომ აუზი არის 100 ტონიანი, მაგრამ უკვე მოსახლეობის ანუ მატებასთან ერთად ეს უკვე არასაკმარისია და ზაფხულში უფრო მცირდება. ანუ ეს რეზერვუარი უნდა გაუზარდოთ და უფრო მეტი წყალიც გვექნება მასთანავე მოსაპოვებელი. აი ეს ყველაფერი ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტიდან უფრო მეტი დაფინანსება არის გამოსაყოფი, უფრო მეტი ხარჯები არის გასაღები ამ მხრივ, რომ ეს პრობლემები უფრო მალე მოვაგვაროთ და ეს ყველაფერი დასტაბილურდეს. ასევე ჩვენ გვაქვს პრობლემა სოფლის მეურნეობაში, როდესაც ხელვაჩაურში მაგალითად ჩემს სამაჟორიტო თემში, მახინჯაურში არის მოსახლეობა, რომელიც ყავს პირუტყვიც, ასევე არის მოსახლეობა, რომელიც თხილის პლანტაციები აქვს და აქვს ასევე ციტრუსის პლანტაციებიც. აქ არის ასევე ბიუჯეტში ჩადებული აგრობარათები, რომელიც აგრობარათების მხრივ, ანუ ტერიტორიის, ანუ რაც გაფორმებული აქვს მიწები, ასე რომ აღნიშნოთ, ენიჭება თქულები და ამ თქულების მერე შეუძლიათ ეს პრეპარატებში იქნება თუ სხვა ანუ სოფლის მეურნეობის მოსახმარებლად ინსტრუმენტებში გადასასვლელად ეს არის 5000 კვადრატული მეტრიდან ვისაც აქვს გაფორმებული ეს მიწის ნაკვეთები, აქაც გვაქვს ფინანსები ცოტა გასაზრდელი, რომ ყველას მოხდებით ვიყოთ უფრო სამართლიანად და ყველას მიეწოდოს. ასევე გადასახედია ეს მიწის ნაკვეთების დაკანონება, იმიტომ რომ არის პრობლემა მიწის ნაკვეთების დაკანონებაში, არის ნაწილი მოსახლეობა, რომ ნახევარი მიწის ნაკვეთი გაიფორმა და ასევე არის მოსახლეობა, რომელიც აქვთ მამაპაპისეული მიწის ნაკვეთები, რომლებიც ვერ გაიფორმეს. აი ამ ყველაფერზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის კომისია გამოსაყოფი და უნდა ვიზრუნოთ ამ ყველაფერზე, რომ ჩვენი მოსახლეობის პრობლემები უფრო მარტივად და მალე გადავჭრათ ამ ყველაფერზე. გასაგებია ინფრასტრუქტურულ პროექტებს რო შევეხოთ, როგორია თქვენი ხედვა, თვითონ პარტიის ხედვა, რა აქვს მოსახლეობას ამ მიმართულებით, თქვენთან მთავარი გზავნილები, თუნდაც ჯანდაცვის სისტემასაც შევეხოთ, აი რა არის მთავარი, რომელზეც თქვენ გესაუბრებიან ხოლმე? და თქვენი ხედვა ყველაზე მთავარი არის ამ შემთხვევაში პარტიის ხედვა, ვინაიდან სწორედ პარტიას უნდა მისცეს ამ შემთხვევაში ამორჩეველი ხმა. ხელვაჩაურში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი უფუნქციო ქარხნები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენ ავამუშაოთ, როგორც არის ციტრუსის, ასევე სამრეწველო ქარხნები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავამუშაოთ, დავასაქმოთ როგორც ახალგაზრდები, ასევე საკუანი ადამიანები და გადინება ძალიან მცირე იქნება საზღვარგარეთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, რადგან არ ყოფნის ზოგ სოციალური დახმარების თანხები, ამიტომ აუცილებლად უწევს საზღვარგარეთ გასვლა. ჩვენ როდესაც შევქმნით იმ გარემოს, რომ იქნება სამუშაო ადგილები ჩვენთან, არავის აღარ მოუწევს საზღვარგარეთ გასვლა და იქნება თავის ოჯახთან. ასევე ჩვენ შეგვიძლია ისიც გავაკეთ, სწორად აღნიშნა აუზები, წყლის აუზები. წყლის აუზებს ჩვენ შეგვიძლია დავუყენოთ კარგი ფილტრაციები, რადგან ბევრ ადგილებში არის წყალი, მაგრამ მიედინება ძალიან ცუდი, როგორც არის ზოდა ქლორიანი, ბინძური. ჩვენ რო დავაყენებთ ფილტრაციებს ყველა ოჯახს მიეწოდება კარგი წყალი, სუფთა წყალი, ასევე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ გზები. როდესაც გზებს გავაკეთებთ, სამარშრუტო ტაქსები, კერძო სამარშრუტო ტაქსები უკვე მარტივად დაიწყებენ მოძრაობას, აღარ ექნებათ პრობლემა, თანხა აღარ იქნება მაღალი გადასახდელი და ხალხი მარტივად შეძლებს სოფლებიდან ჩამოსვლას ქალაქებში, მარტივად შეძლებს უკან დაბრუნებას. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მოხუცებზე. მოხუცებზე ჩვენ რაიონებში არ გვაქვს ძალიან ბევრ რაიონებში არ არის აფთიაქები.
აფთიაქები. მოხუცებს უწევთ ბათუმში ჩამოსვლა, ან რამოდენიმე კილომეტრი ფეხით გამოსვლა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის, ტაქსით გამოსვლა, რომ წამლები იყიდოს და რა თქმა უნდა წამლები ძალიან ძვირი. როგორია ამის მოგვარების გზა? აფთიაქების შემთხვევაში ეს კერძო ბიზნესი ამ შემთხვევაში ვერ დავავალდებული ხო რომ რაღაც კონკრეტულ ადგილას გახსნას აფთიაქე. მაშინ უნდა გქონდეთ თქვენი ხედვა, როგორ წარმოგვიდგენია რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მე ვფიქრობ, უნდა შევქმნათ ისეთი სამაშტო ტაქსები, რომელიც აფთიაქი იქნება ჩვეულებრივად, მივა ნებისმიერ სოფელში თვითონ ადგილზე მიაწოდებს წამლებს, როგორიც არის მაგალითად უფასო წამლები, როგორიც არის ფასიანი წამლები, მოხუც აღარ მოუწევს შორის გასვლა, ადგილზე მიაწოდებენ ყველა წამალს და ყველაფერს. უფასო წამალში რას გულისხმობ? არის რამოდენიმე წამალი, რომელიც უფასოდ მიაწოდება. მე ვიფიქრე რომ თქვენ გქონდათ რაიმე კონკრეტული გეგმა ამ უფასო წამალთან. კი, მაგაზეც ვილაპარაკებ. გისმენთ? ძალიან ძვირი ღირს წამლები. რადგან კერძო კომპანიები აწესებენ ძალიან დიდ თანხას და ამას სახელმწიფო არ უყურებს. ჩვენ პირველ რიგში გავაკეთებთ მოხუცებისთვის, როგორიც არის გულის წამლები, წნევის წამლები, ეს ყველაფერი იქნება უფასო და ეს ყველაფერი უფასო რო იქნება, მოხუცების ყველაფერს ჯამრთელები გვეყოლება და ყველაფერი კარგი. გასაგებია, კიდევ ერთ თემას უნდა შევეხოთ, ეს არის ამორჩეველი, რომელიც ამჟამად არის ბოიკოტის რეჟიმში და ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ის პარტიები, რომლებიც ამ არჩევნებში არღებულობენ მონაწილეობას, აქვთ სწორი გადაწყვეტილება მიღებული და შესაბამისად ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ანუ არ მივლენ საარჩევნო უბნებთან. ამ ადამიანებს ბუნებრივია თქვენ ხვდებით, ამ ადამიანებთანაც გაქვთ ალბათ გარკვეული ტიპის კომუნიკაცია. იყო თუ არა შემთხვევები ისეთი, როდესაც შეძელით და ამ ადამიანების დარწმუნება მოახერხეთ იმაში, რომ თუნდაც არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რას გეუბნებიან თავად ესენი და რას ფიქრობთ თქვენ თავად ამ ბოიკოტს? კი ბატონო, მე აღნიშნულ შეკითხვას ესეთ ხაზს გავუყვები და გეტყვით, რომ ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია ვიყოთ დასავლური, ესე ვთქვათ, ევროპული ქვეყანა და ევროკავშირში თუ გსურს რაღაცა ამბიცია და პრეტენზია გვაქვს, შესაბამისად არ უნდა გავუცდეთ ქვეყნის კონსტიტუციას, ხო? რომელიც არის, ესე ვთქვათ, ქვეყანაში კანონის დონეზე, უნდა აწესრიგებს კონსტიტუცია კანონის დონეზე ყველაფერს და შესაბამისად კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება 4 წელიწადში ერთხელ ოქტომბრის პირველ შაბათს. აი ზუსტად ესე სიტყვასიტყვით წერია კონსტიტუციაში. შესაბამისად, თუ ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ უნდა ვიყოთ დასავლური ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, შესაბამისად ამ კონსტიტუციას უნდა გაუფრთხილდეთ და ყოველივე აღნიშნულში კითხვის ნიშნები აღარ უნდა გაგვიჩნდეს, პირობითად არ უნდა გაგვიჩნდეს იმის სურვილი, რომ ვიყოთ ბოიკოტში და ასე შემდეგ. ხელისუფლების შეცვლა თუ გსურს ხელისუფლების შეცვლა, უნდა მოვერგოთ კონსტიტუციას და კონსტიტუციის ჩარჩოებს არ უნდა გავუცდით, ხო? შესაბამისად კონსტიტუციის ვანიჭებ იმას უპირატესობას, რომ კონსტიტუციის დაყრდნობით მოხდეს, ესე ვთქვათ, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. სხვათა შორის მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, როცა ჩვენ მოსახლეობაში ვხვდებით, მეტი წელი მოსახლეობა გველოდებოდა, რომ მივსულიყავით როგორც ოპოზიციური ფრთა. მოსახლეობა გველოდებოდა და გვეუბნებოდა, რომ კარგი ქენით ბიჭებო, ახალგაზრდებო, რომ გამოჩნდა ვიღაცა ახალგაზრდული, ესე ვთქვათ, შემართებით, ამბიციით, რომ ნამდვილად სურს მიიღოს მონაწილეობა და ქართული ოცნების დატოვება აღარ სურს, ესე ვთქვათ, ბიულეტენზე მარტოს. თუმცა არის ნაწილი ვერ გავექცევით ამ რეალობას, რომელიც არის სწორედ იმ ოპოზიციის ამორჩეველი, რომელიც ახლა ბოიკოტის რეჟიმშია, ხო? აი ამ მოსახლეობის გადაბირება, ან თუნდაც პოზიციის შეცვლა რამდენად შესაძლებელია, რამდენად მოხერხდა თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა, ამასაც გითხარით, გქონდა ეგეთი შემთხვევა ჩვენ კარდაკარის პრინციპით, როცა შევხვდით მოსახლეობას და რამდენია ეს და დაახლოებით სადღაც 10 კაცში 7 კაცთან თუ გქონდა ეგეთი საუბარი, პირობითად ხო, ანუ ყველა 10 კაცში ეგეთი განწყობა კი არ არის, უბრალოდ 10 კაცში 7 კაცი გვეუბნება, რომ პირობითად მადლობა, რომ ჩვენ პირობითად ქართული ოცნების ამორჩევლები არ ვართ, მაგრამ თქვენი ეს ახალგაზრდული ჟინი, თქვენი ეს ახალგაზრდული გუნდი რომ დავინახეთ, გამიჩნდა სურვილი ერთ-ერთი ქალბატონი იყო, სხვათა შორის ჩემს სამაჟორიტეტო
სამაჟორიტარო ზონაზე, ფერიის სამაჟორიტარო ზონაზე, რომ მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ პარტიას აღარ დავასახელებ, რომელიც დაასახელა, ესე ვთქვათ, არ იყო ესე ვთქვათ ქართული ოცნების მხარდამჭერი, კი ბატონო, ოპოზიციური მხარდამჭერი იყო და შესაბამისად ბოიკოტის რეჟიმშიც იყო, მაგასაც ესე ვთქვათ ხას გავუსმოთ. არის ის პარტია ბოიკოტის რეჟიმში, შესაბამისად თქვენი ჩემი ხმა თქვენო ესე გვითხრა. შესაბამისად გვაქვს იმის იმედი და თითოეულ ხელვაჩავრელს მივმართავ თქვენის ნებართვით. კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ, მე უნდა მეთქვა ახლა რომ თითო წუთს მოგცემთ იმისთვის რომ მიმართოთ ამორჩეულს და ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი ეთერი, მაშინ გისმენთ თქვენ. კი ბატონო. მაშინ მივართავთ ჩემს ძვირფას ხელვაჩავრელებს, სარფელებს, მახინჯავრელებს, ფერიელებს, შარაბიძეელებს, ღირსეულ, კულტურულ, ეს უღალატო და შრომის მოყვარე ხელვაჩავრელებს, რომლებსაც უშუალოდ ადარდებთ ქვეყნის, ესე ვთქვათ, ბედი, გთხოვთ მობრძანეთ არჩევნებზე, გააფერადოთ პარტია გახარია საქართველოსთვის პარტიული ნომერი 25 და დაგვიჭიროთ მხარი ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს, რომლებიც ვართ წარმოდგენილი ხელვაჩავრის საკრებულოში, ესე ვთქვათ, პარტიული სიის პირველი ნომერი გახლავართ მე მუხრან გორგაძე, კიდევ ერთხელ განმეორდები, მეორე ნომერი არის ედი შერაბაშიძე, ასევე ედი შერაბაშიძე არის მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ელიზბარ ჩხიკვაძე არის შარაბიძეების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარალელურად პარტიული სიის მესამე ნომერი. ბატონო ედიშერ, გისმენთ. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს, მივესალმები განსაკუთრებით ჩემს მახინჯაურებს. მე ვარ თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მე მაქვს თქვენი იმედი, ვარ ახალგაზრდა, მოტივირებული, ენერგიით სავსე და მაქვს თქვენი იმედი, რომ მოხვალთ არჩევნებზე და მხარს დამიჯერთ. მე კიდე შევეცდები ყველანაირად, რომ ყველა თქვენთან მოვიდე და ყველა თქვენს ოჯახში მოვიდე და თქვენ გვერდში დაგიდგით. ბატონო გისმენთ თქვენს. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩემს მაყურებელს, ჩემს ხელვაჩავრელებს, მინდა მოკლედ ვთქვა, რომ მე ვიქნები თქვენი ხმა, მე ვიქნები თქვენი ძალა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენი კეთილდღეობა დავიცვა და ბოლომდე მივიყვანოთ საქართველოს ევროპულ რელსებს. დიდი მადლობა თითოეულს გადაცემაში სტუმრობისთვის. ამით ჩვენი დღევანდელი ეთერი დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით ხვალ 18 საათზე უკვე საინფორმაციო გამოშვებაში. არჩევნები 2025 კი უკვე პარასკევს დაგებრუნდებათ ხამის 22 საათზე. მადლობა რომ გვიყურებთ.